საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს გურამოდიშარი ახდება. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ბრიფინგს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, სტუმრებსაც, მასპინძლებით აქ დავხვდით და ჩვენი პირველი შეხვედრა ამ დარბაზში არ არის დამერწმუნებით ყველანი, მაგრამ ეს ცოტა სხვა რანგის შეხვედრა გვაქვს ჩვენ და დავიწყებთ ამ შეხვედრას, პერიოდულად შევხვდებით ხოლმე და უპასუხებთ ყველაზე მწვავე თუ არც თუ ისე მწვავე კითხვებს. თავდაპირველად მე მინდა რამდენიმე სიტყვა გავაცხადო, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ თქვენ. დავიწყო, ხოლო შემდეგ კი რომ მონოლოგი არ გამოგივიდეს, იქნება დიალოგი, ანუ უპასუხებ შეძლების დაგვარად თქვენს კითხვებს. თავიდან როგორც კი მე დავიწყე შეუდოქი მუშაობას, მე და ჩემი კოლეგები, მოადგილეები და მთლიანად გუნდი, ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა მემკვიდრეობითობა, ანუ ეს აუცილებელია, როდესაც იცვლება ხელისუფლებით და მით უმეტეს როდესაც მშვიდობიანი გადასვლა ერთი ხელისუფლებიდან მეორისაკენ, მემკვიდრეობითობა ყველამ უნდა შევინარჩუნოთ. შემდეგ დავსხედით, გავანალიზეთ ის პროექტები, რომელსაც ახორციელებდა კულტურის სამინისტრო, იყო პროექტები, რომელიც მოგვეწონა და რომელიც გავაგრძელეთ, მაგრამ ყოველივე ამას შემდეგ დავამატეთ ჩვენი. მე მაქვს ძალიან დიდი მასალა, თქვენ გახსოვთ ალბათ 4 თვის თავზე ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია ჩვენი მუშაობის, აქ არის უამრავი რამ, რასაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებითა და სხვადასხვა აქტივობა გვაქვს. და თავდაპირველად და აქედან მინდა მთელ გუნდს მინისტრის მოადგილეებს დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ დიდი სამუშაო იქნა ჩატარებული. მას შემდეგ 2 თვე, დაახლოებით 2 თვე გავიდა და მე გადავწყვიტე ასე, რომ კი არ ჩამოვთვალო ის ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ ესე იგი ჩავატარეთ, არამედ მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვით იმაზე, რაც გავაკეთეთ ახალი, რაც შევძელით, რომ ახალი გაგვეკეთებინათ, ყურადღება გაგვემახვილებინა. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ შევქმნით მრგვალი მაგიდების სისტემა. მრგვალი მაგიდა კი არ გავაკეთეთ იმისათვის, რომ აქ გლადიატორთა ბრძოლები მოგვეწყო, როცა ხანდახან როგორც ხდება ხოლმე ტელევიზიითაც სხვათა შორის, არამედ იმისათვის, რომ ავაგეთ მშვიდი, შემეცნებითი სივრცე, სადისკუსიო, სადაც განსხვავებული აზრის ადამიანები მოდიოდნენ და უკვე აქედან როცა გადიოდნენ, ისინი უკვე რაღაც ერთ აზრზე ვერ მიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დიალოგი, რომელიც შესდგებოდა მათ შორის, იყო ძალიან ნაყოფიერი. გახსოვთ თქვენ ძეგლებთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა, თეატრის პრობლემებთან, კინოს პრობლემებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამ პრაქტიკას კიდევ აუცილებლად გავაგრძელებთ. გარდა ამისა, უპირველესად კიდევ გავაკეთეთ, რომ ჩვენ შევქმნით საბჭოები და მინისტრი და მისი მოადგილეები, საბჭოებში გაერთიანებული პროფესიონალების აზრს ვიზუარებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ. ყოველთვის აზრს ვუჭერთ ჩვენ მხარს და ვიზუარებთ საზოგადოების და პლუს ექსპერტებისა და სპეციალისტების და მიგვაჩნია, რომ ეს მრგვალი მაგიდები არის ერთ-ერთი ჩვენი მიღწევა და წარმატება, ეს საბჭოებიც ასევე. სხვა შორის ამას წინათ, როდესაც ბრიტანეთში ვიყავი, ჩემს კოლეგას ვკითხე თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ თლიანად ეხმობიან საბჭოებს და გარდა ამისა ჩვენ გვყავს კიდევ დიდი საბჭო, მინისტრთან არსებული დიდი საბჭო, რომელიც აი სტრატეგიულ საკითხებს განიხილავს ხოლმე და მუშაობს კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გარდა ამისა ჩვენ შევცვალეთ თვითონ ზოგიერთი დეპარტამენტისა და გავაძლიერეთ, ესე იგი, მნიშვნელობა და გავაძლიერეთ ზოგიერთი განყოფილების არსი საერთოდ. ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გამოვყავით, ეს არის რეგიონებთან მუშაობის. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ ამათ და ამიტომაც რეგიონების სამმართველო ჩვენ გავაძლიერეთ და შევძელით ძალიან ბევრი ამ მიმართულებით განვახორციელებინა. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი დაფინანსების სტრატეგიაც გავამოჯობესეთ, თუ შეიძლება ითქვას, რომ თვითონაც ვაყურებთ და ყველაფერს ვცდილობთ კანონის პარალელში წარიმართოს. რაც შეეხება ახლა იგივე რეგიონების შევცვალი ჩვენ სტრუქტურა, მაგრამ მოქმედება მათი თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონებში ჩვენი მუშაობა. რამდენიმე
master class იქნა ჩატარებული, რაც ადრე არ ხდებოდა და არ კეთდებოდა. ჩავდიან ცნობილი მუსიკოსები, თქვათ ისეთი როგორიც არის ლიჩელი, არის ქალბატონი ლელა, ოპერის ორკესტრის პირველი ვიოლინო და ეს ყველაფერი ხდება ბატონი ბაგრატიონ გრუზინსკის ბადრის ხელმძღვანელობით. კიდევ დაახლოებით 40-მდე ასეთი master class-ი ჩვენ უნდა ჩავატაროთ. იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობდით, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვი შეიძლება სადღაც რომელიმე სოფელში იმყოფებოდეს და ქვეყანამ არ იცოდეს, რომ ეს არის ნიჭიერი და ვერ აღმოაჩინოს. ამიტომ საქართველოს არც ერთი რეგიონი არ დარჩება ყურადღების გარეშე. მალე ჩვენ დავიწყებთ ასევე მხატვრები ჩავლენ რეგიონებში საქართველოსი და საქართველოს რეგიონი კი არ უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ დაუშვათ სისხლსავსე ცხოვრებით ისე როგორც თბილისი, არამედ საქართველოს რეგიონები უნდა გახდეს საერთაშორისო კულტურული ცხოვრების თანამონაწილე და გვაქვს ახლა რამდენიმე პროექტი, სადაც უკვე დელეგაციებში ჩვენ აუცილებლად რეგიონებიდან აუცილებლად ხელოვანს ნებისმიერი მიმართულების ჩავწერთ და ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სახელოვნებო სწავლება იცით რომ არის პრობლემა დიდი, სახელმძღვანელოებს ყიდულობთ ჩვენ ბავშვებისთვის, თქვა და იგივე სამუსიკო განხრით და ამ სახელმძღვანელობით ისინი ხელმძღვანელობენ და კითხულობენ, სწავლობენ და ასე შემდეგ. ჩვენ რეგიონებს რა თქმა უნდა ყურადღებას კიდევ უფრო მეც მივაქცევთ. მე მინდა მადლობა კიდევ ერთხელ თქვა ნებისმიერი მიმართულება, რომელიც ფინანსდება ჩვენი მხრიდან და ისეთი მუშაობა მიდის, რომელიც ხშირად შეიძლება არ იყოს ისეთი საჩინო, მაგრამ აი ნებისმიერი მოადგილე თავის საქმეს შესანიშნავად ადგამს თავს და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ჰარმონიულად მუშაობს. ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ჩვენი სახელიც ასეა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ხშირად ყოფილხართ ჩვენთან, თქვენ იცით იგივე თელავში ბატონის სასახლესთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აი პირველად ზეგ უკვე ჯგუფი ჩავდივართ სამინისტროდან თელავში, სადაც წარმოადგენთ კონცეფციას ახალი მუზეუმის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ როდესაც ან ქანდაკებას დადგამ, ან მუზეუმს აშენებ, ან რაღაცას აკეთებ ისეთ, რაც მნიშვნელოვანია მომავლისთვის, უნდა შევთანხმო იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს და იცხოვრებს ამასთან ერთად და სპეციალისტს და ასე შემდეგ და გამოიყენო მაქსიმალურად იმის შესაძლებლობა და გაიზიარო მაქსიმალურად მისი აზრი. და ზეგ იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ პირველად უკვე ამ რამდენიმე თვის შემდეგ ვეწვევით თელავს და ასე გავაგრძელებთ ყველა რეგიონში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ თემა ასევე იშხანის თემა ჩვენი ძეგლების, რომელებიც არ დგას ჩვენს ტერიტორიაზე, არ იმყოფება და არის თურქეთში. აი ბოლო ამბავი ის არის, ახალი სიახლე ის არის, რომ მან აღმოჩენილი იქნა აკლდამა და თურქული მხარე დაგვიკავშირდა ჩვენ, ვითხოვ სპეციალისტები რომ ჩავიდნენ მან, ალბათ ეს უფრო იქნება არქეოლოგი და შესაძლოა ჩვენ ძალიან მალე რაღაც აღმოჩენების წინაშე დავდგეთ, რომელიც ჩვენს კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს და უფრო მნიშვნელოვანს გახდის იშხანს, ოშქს, ნებისმიერ ჩვენს ძეგლს. და აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოახსენო თურქეთის მხარეს, კულტურის სამინისტროს, იმისათვის რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს წინადადებას აი ამ იშხანთან, განსაკუთრებით იშხანთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც მომზადდა უკვე კარგახანია სამინისტროში, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გაჩერებული პრეზიდენტთან და მიუხედავად ამისა, რომ არ არსებობს ეს ხელმოწერილი შეთანხმების პროექტი, ჩვენ მაინც დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც კიდევ ერთხელ იმას უსხამს ხალხს, რომ ჩვენ ვართ კეთილი მეზობლები, რომ ჩვენ აი ასე ერთად, ერთობლივი ნაბიჯებით აუცილებლად გადავწყვეტ ყველა პრობლემას და საერთოდ არ არსებობს პრობლემა, რომელიც გადაწყვეტა მაგიდასთან არ შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის მაგალითი არის თუნდაც ეს თემა, იმიტომ რომ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი და ბატონი მერაბ გოჭოიძე გახდათ ამას წინათ იყვნენ ანკარაში
ისაუბრეს, დიალოგი შედგა წარმატებული, ხოლო ამას შემდეგ მოყვა ის, რომ ჩვენი სპეციალისტები ჩავიდნენ იშხანში და მათ მიმდინარეობს ყველაფერი ისე, როგორც უნდა ორ ცივილურ ქვეყანას შორის უნდა მიმდინარეობდეს და საერთოდ გვინდა ჩვენ რომ არასოდეს არ გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი რომელიმე ძეგლთან დაკავშირებული პრობლემა, კულტურასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველაფერი ეს უნდა იყოს მშვიდად გაკეთებული, უნდა ვიაროთ იმ ნაბიჯებით, რა ნაბიჯებითაც მოძრაობენ ის ქვეყნები, საიდკენად ჩვენ მივისწრაფით, როგორც გვინდა ჩვენ ვიყოთ. თქვენ იცით ასევე რომ იგივე თბილისის თემა, თბილისის ეს სიძველეები, რომელიც 2009 წელს ჩამოერთვა უფლება სამინისტროს, რომ ნებართვები გაეცა მასთან დაკავშირებით და გვინდა დავიბრუნოთ ეს ყველაფერი, რაც უკვე არის განხილვის პროცესში სამთავრობო კრებაზე და სამთავრობო ნება, მე ვფიქრობ, რომ იქნება. ასევე ჩვენ მუშაობთ საკანონმდებლო აქტებზე, ახალ კანონებზე. ეს ბატონი ალეკო მარგიშვილი ამ მიმართულებით მუშაობს, ჩვენ ჩავერთეთ კანონში თეატრებთან დაკავშირებით, თქვენ იცით ეს რომ 3 მოსმენით კანონი ფაქტობრივად მიღებულია, ეს არის სიახლე და ახლა არის ხელმოსაწერად და რატომღაც შეჩერებული ჯერჯერობით პრეზიდენტთან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის საზღვარგარეთ კულტურული ცენტრების შექმნა. ლონდონში, ვენაში და ბრიუსელში ჩვენ გქონდა გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული. ასევე უნდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ლეველში ამას წინათ იყო ჩვენი წარმომადგენელიც, პირველად იყო ჩვენი წარმომადგენელი ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი ჩართული კომისიაში, რომელიც ლეველის საკითხებს და პრობლემებს იხილავს. ეს არის ლეველის გადმოცემა საქართველოს სადმე უკვე ფაქტობრივად ისეთ ფაზაშია მისული, ხელისუფლების ნებაც და საზოგადოების ნებაც ეს არის, რომ შეიძლება უკვე წელსაც უკვე ეს ყველაფერი გადმოეცეს საქართველოს ღირსეულად და ეს იქნება ასევე ჩვენი ერთ-ერთი კულტურული ცენტრი საფრანგეთში, ევროპის შუაგულში. ეს იყო პირდაპირ ჩართვა კულტურის სამინისტროდან გურამ უდიშარია მედიის წარმომადგენლებს ხვდება.